გამარჯობა. დღეს გადავიღებ ჩემი აზრით კოჯრის ყველაზე რთულ ბილიკს. დავიწყებ. და თან მოგიყვები გზა რა ხდება. ანუ ამ ბილიკზე ვარ ნამყოფი. დაახლოებით ვერ ვიჭერ. ვაიმე სანსრიალებს თემუკაც დაგვემტრა ვაიმე რა კუთხე აქ ეს რა არის ბიჭო ფეხი ჩამოყავდა ნუ სპეციალურად დავბრუნდი ახლა უკან რომ გაჩვენო დაახლოებით როგორი დაღმართია რა რადგანაც კაცი კარგად არჩენს აი ახლა მასშტაბი რო აი ქვევით არის თემა თუ ხედავ ან რამდენად პატარა ჩანს ველოსიპედი და უფრო მიხვდები დახრის კუთხეს ხო მოკლედ რას ამბობ ამ ბილიკზე ვარ ნამყოფი გასული წლის შემოდგომას რა და მაშინ ყავდა წინაი ბაიკი და მან თქვი რომ აი აქ არის ეს მონაკვეთები სადაც სულ რო საუკეთესო ბაიკი მყავდეს მაინც ვერ ჩამოვიდეთ მაგრამ ახლა მინდა რომ ჩემთავს დავუმტკიცო რომ თუნდაც საკმაოდ კარგი ველოსიპედით შემიძლია აქ ჩამოსვლა რა ნახოთ გზა რა იქნება შეიძლება 1-2 მონაკვეთი ვერ ჩავიარო მაინც იმის გამო რომ მართლა ძალიან ტალახია მაგრამ აშკარად ყველაზე რთული ბილიკია ყველაზე ცუდი ის არის რომ კაცში მაინც არ ჩანს კარგად რეალურად რა ხდება ვეცდები რომ ბევრნაირად გადავიღო მომენტში გარეკუთხეებით მაგრამ აზრი არ აქვს რა ვერ ჩერდები საერთოდ არა რაღაცნაირად მოუხვიე ხო ამას დამატებული ხუნდები გამოვთვალე ახლა ხან საველოსიპედზე სამუხრჭე ხუნდები ერთ წამს აქ ჩავიდე ხო სამუხრჭე ხუნდები გამოვთვალე ახლა ხან და ველოსიპედს აქვს ეგრეთ წოდებული სამატარმეჟენია რა ანუ თავის დამუხრჭებს ეგ კიდე ცალკე ხელს მიშლის აი მუხრჭებს ვერ ვძვი კარგი აქ ნახავ საით უნდა წავიდე არ მახსოვს გზაზე პირად და შემდეგ გავაგრძელებ ვიდეოს თემაც მოდის ახლა უბრალოდ ბაიკი არ უწყობს ბოლომდე ხელს მომენტში ეს არა რთული მონაკვეთი თავისუფლად ჩამოვა ვაგრძელებთ უბრალოდ რუკას გავხედე აი ეს მონაკვეთი ძალიან კარგია როგორ სრიალებს ეს ძალიან მომწონს უკან როგორ მეყრება ტალახები რომ იცოდე შესანიშნავი და წყალი აქ ნელა გავივლი ისედაც დავსოლდი უკვე და კიდე უფრო არ მინდა თან პერიოდულად თემოსაც ველოდები რა ლამაზად შევდივარ ძალიან კარგია ვახ წინაღამ ჩავწექი მოსახლეში აქ მეტი სიჩქარით შეიძლება წესით მაგრამ არ ვიცნობ მაინც ბილიკს საერთოდ აღარ მახსოვს როგორი ბილიკი იყო შარშან რო ვიყავი და აქედან გამომდინარე მაინც ვთხილობ თან ამ ბილიქს სიურპრიზები არ აკლია მომენტებში ისეთ დაღმართი და ისეთ ტექნიკური მონაკვეთებია ვაუ ხაგაია თანაც მშრალი ამზე რო ადგება შევეტიე ხა კავლარგინდა ბიჭო ხილად
აი ტალახი რო არ იყოს აქ გავივლით ჩაულებრივად მაგრამ ჰა უტალახო ჩაშან მახსოვს რომ გავიარე მაგრამ მეგონი უფრო ჩატანილი აქვს მიწა აი მე ორი მსხვერპლიც აქ ფეხითაც ვერ გამოვდივარ ეს რა არის ვა ბიჭო ძალიან სრიალებ ვერ მოჭიდები ვერაფერს და ჩავალ ახლა კაი დამაცადე აი ხედე რა მე რა არა ნაი ვერ მივდივარ იმ ხემდე არა ბიჭო ძალიან სრიალა მოცვია თან ხას მე ეგარ კაი ჩემ ხელამდე მოიყვანე რამენი მით კაი აქ როგორ დავჯექი მეც არ ვიცი არა აი მონ გაიჭედა ჰა ეს კი გაიჭედება მაგრამ მე როგორ ჩამოდივარ მოდი ვახ წამიხო ჯუმეც რო ეჭიდები ვერა უცებ ინეცით ხელი მომკიდე უცებ და გამოგარდებ კი მე ეგარ მოკლედ რაღაცნაირად კი გადმოვედით მანდ მაგრამ ველოსიპედით გაგრძელება როგორ იქნება არ ვიცი ვახ ძალიან სრიალებს არა აზრი არ აქვს საერთოდ ვერ ეჭიდება ვახ გადაივსო ტალახებით ძალიან გადაივსო ტალახებით საბურავები აუ ვერ დავდივარ იმდენად სავსეა ანუ საშინელი მონაკვეთია იმდენად ტალახია რომ ყველაფერი ივსება რა ტალახით და მე ველოსიპედი ვეღარ მოძრაობ მაგრამ იწევს რომ დამენაირად დავждე რომ შედარებით სიჩქარეში ეს ტალახები მაინც გამოიყაროს მარცხნივ არის ძალიან ჩატოლილი ეს ბილიკი და მაგით ხდება ეს ყველაფერი ეგარ ადე შედარებით ჩქარავივლით და ეს ტალახებით მოშორდება კი დაიწყო ველოსიპედი მოძრაობა გვერდის აქ რა ვშვებით ვაიმე აქ მართლა რა ვშვები არასწორად დავიწყე თავიდანვე მაგრამ it's okay ვახ თქვი ის ფრაზა რაც გამორთული კამერის დრო თქვი ფეხითაც საფლიზოს კაპოტი უნდა გახუროს ჯო არ ვიცი ანუ ფეხითაც ჩასვლა ძალიან რთულია აქ ცალკე აუ გაურისკო უბრალოდ ბოლოს ვერ ვხედავ რა ხდება მაგრამ აქ ფეხით ჩაყვანა მეზარება ეგარი ჩავედით აუ რა კარგია ახლა უყუროთ თემუკას როგორ იწვალებს ხელით ჩამოყვანეთ ველოსიპედით ბიჭო ეს რა იყო ამას შეხედე გთხოვ ქვევიდან რო უყურებ ეს რა არის როგორ მინდა რომ კადრში კარგად ჩანდეს ეს ყველაფერი უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ჩანს ალბათ სადღაც 1:20-30 გრადუსი დაღმართი ამ შემთხვევაში აღმართი აი თემოს შეგახედებ ახლა და ცოტა იქნება აქ იქვა როგორ მოხავს თან დავეხმაროთ ვა დაჯექი ბიჭო ვა სრიალებ აქვა მოუხვიე რაღაცნაირად მოუხვიე რა კაი თავს დავიმაგრებ ისე ჩახუც თან მოგეშველები გამოუშვი ბაიკი
ძალიან რთულია ბიჭო ფეხით ჩასვლა. აი ახლა რო უყურებ, კიდე უფრო რთულია ფეხით ჩასვლა ვიდრე ბაიკით. მომე. Admin da var ya. Nasıl bir mahret tamam. გენიალურია. დაწერეთ კომენტარებში ვინმეს თუ ჩაგივგიათ ეს ბილიკი ტალახში, ასეთ ტალახში. აქ არ ვიცი რა ვშვები კიდე. მაგრამ მაგდა ხან მგონი არა. ოუხო. უნდა მოუხვიო რამენაირად. კანაბორბალი როგორ ჩაწვა. თემუკაისო ჩაულა ამპლუაშია. აქ ჩამოვიარე ახლა. Easy boy. თემუკას ბაიკით გავტესტოთ. თვითონ ფეხით ჩამოვა. მაინც რო ჩამოვა მე აქ. არა და ის ვაჰ, დრო ხავ. ჩემთვის რა გინდა? მოკლედ დაახლოებით 9 საათს ფეხით ვიარე. იმიტომ რომ ისეთი გზა მოდის აქამდე სულ აღმართია და პედალინგიც კი ჭირს. აუ ეს ჯამპები საერთოდ არ მოხდა რომ იყო და ოკეი. ამის გამო მოტრიალება ხან ამდგარ მეზარება. ვახ. ბეწზე გადავჭი. აი, ალახები რო არ იყოს სულთანაირი იქნება ყველაფერი რა. აქ დავსრიალდები სავარაუდოდ თოთქვი, მაგრამ გადავჭი. რაღაცნაირად გადავჭი. ერთ ხდებისაც ჩავდივარ. აქეთ მოშრა შედარებით და უკეთესია. ბორბლებში კი აცოდა ტალახი, მაგრამ უბრალოდ ამძიმებს ძალიან რა ბაიქს ეს ტალახიც. ეს მონაკვეთი მახსოვს. და ძალიან რთულია ეს მონაკვეთი. მაგრამ უნდა ჩავიარო. ეგა. ნუ ხო, აი აქ ჩამოვედი ახლა. და თავიდან ავტრიალდები. გარე კაცსაც გადავიღებ ოღონდ ვერტიკალურ ფორმატში. უფრო კარგად რო გამოჩნდეს კუთხე და ზოგადად როგორ ჩამოსასვლელი. კარგი ვაგზელებ. ესეც არა მარტივი მონაკვეთი. აი. ხო, მოკლედ. გადავამოწმე ახლა კადრი და საბოლოო ჯამში მაინც არ ჩანს არაფერი და ახლა სად ვართ? ვაუ, თან გამასრიალა. გავწდი ბილიქს. ბილიკიდან გადავარდი და ვეცდები ახლა გამოვასწორო. აი, ტალახი ყველაფერს აფუჭებს რა. ოპა. აქ რა ხდება კიდე? კაი, აქ თემუკას დავალოთ და საკმაოდ რთული მონაკვეთი ჩანს. ანუ ასე ჩადის. ბიჭო, ტალახი რო არ იყოს ჩავიდოდი უეჭველი. გასაჩერებელი არის კი? ამაზე წოფერა. ჯობია ველოსიპედი მარჯვნივ გააჩერე.
რომნე არ ჩამკეტო რომ და აი ხეს მიაყუდა იქ და ალახი რო არ იყოს ჩავალ ბიჭო ჰა Дай, камш. ნუ მოკლედ ალახის გამო ეგ მონაკვეთი გადავიფიქრე ძალიან დიდი რისკია რომ მაღალ ჩხარეზე უბრალოდ გამასრიალოს და მე მანდ ბაიკის დაჭერა როგორ იქნება არ ვიცი სერიოზული დამტროვის შანსია რა შალზე აუცილებლად ჩამოვალ მანდ აი შანსი რა ხდება აქ როგორ ჩავიდე გამატარებ ხო ვაჰ ну ხო ერთ რაღაცასაც გეტყვით რა თუ დამწყები დაუნჰილერი ხარ მაგ შემთხვევაში აი არანაირად არ წამოხვიდე ამ ბილიკზე რა და თუ ვინმე წამოხვალთ მეტნაკლებად აი დარწმუნებული იყავით იმაში რაც საკეთებთ ან თუ ხვდებით რომ სადღაც ვერ ჩამოდიხართ უბრალოდ დაიკიდეთ რაღაც მომენტში ივარჯიშეთ და მერე სხვა დროს ჩამოდით რა აი თუნდაც ახლა ბოლო მონაკვეთი იმდენად რთული ტალახი იყო იმდენად რთული მონაკვეთი იყო და იმდენად ტალახიანი იყო რომ არ ღირდა არანაირად რა შალზე მან დიდი ალბათობით ჩამოვალ მაგრამ ასეთ ამინჩი და ასეთ მდგომარეობაში მართლა არ ღირს არანაირად აი ეს უკვე კარგი ბილიკია მომწონს ოღონდ საიჩავდი ვარ ოკეი კარგად შევეტიეთ ვერავიღეთ ჩქარი ნახტომები, ეგრეთ წოდებული ჯამფები. ჩემი დიდი პლუსი არ არის რა. სიმართლე რომ ვთქვა, კარგად არ გამომდის. ჯერ ერთი ის რომ ახლა გზის საფარი არ არის შესაბამისი. და მეორე ბაიკით რომ ძიმეა. ხო, ანუ არ ვარ შეჩეული რა დიდი ნახტომებს. ისედაც როგორც პროფად ეგრევე ვერ დავდივარ აქ, მაგრამ მეპატიება რადგანაც ამ ბილიკზე ფაქტობრივად პირველად ვარ რა. წინათ რო ვიყავი ისეთი ბაიკი მყავდა რომ სხვა შორის არ მივლია მაშინაც მაგრამ და რას ამბობდი რა მაშინაც სულად არ მივლია ბაიკის კვალობაზე რა მაგრამ ვფიქრობ ახლა რომ ამ ბაიკით უკვე ერთხელ რო არ ნამყოფი და კარგი საფარი იქნება ეგეთ დროს რომ მოვიდე ოღონდ უახლოეს პერიოდში მანამდე ბილიკი დამოვიწყდება ისევ სულად არ მივლი რა როგორც ასეთი თან ჯამფებსაც ნელ-ნელა გაურისკავდი აი ეს მონაკვეთი უკვე ძალიან მომწონს. ჩქარია. მაგრამ ის რაც გამოვიარე იყო ნამდვილი თაგიშეთი რა. ფაქტობრივად ორი მონაკვეთია სადაც ვერ ჩამოვედი. იმ ერთზე რომელიც ალბათ კამერაში არ იქნება. არ ვიცი საერთოდ ვინმე ჩამოდის თუ არა და იმ მეორეზე აუცილებლად ჩამოვალ როცა მშრალი ამინდი იქნება. ხო აი მეძლის ავწვი ხეს. არ მეგონა რომ ეგრე ახლოს იყო. ვა, ეკლებია თუ და ზისაფარი არ ჩანს დიდად, მაგრამ რა უშავს? აუ რა კარგია, აქეთ მშრალია ბილიკი. ვა Look, შევეტიე. აი ეს უკვე ძალიან მარტივია ეს ბილიკი. იმის შემდეგ და სასიამოვნოა. არ მჯერა რომ შედაბი ჩამოვედი. მოკლედ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო ყველაზე რთული ბილიკი სადაც კი ყოფილვარ რა
ჩვეულებრივი სიგიჟე. GoPro ჩდება უკვე. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი. და მეკომენტარე რამდენად კარგი ბილიკი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ კადრებში აი მეათედიც კი არ ჩანს რეალურად რაც არის. რადგანაც ანუ ძველი კადრები მაქვს ნანახი ამ ბილიკის პირველად რო ვიყავი და საერთოდ არაფერი არ ჩანდა. მაგრამ დამიჯერე აი სასწაულად რთული ბილიკია რა. და ამ ბილიკზეც აუცილებლად დავბრუნდები შრალამინჩი. თან არა ერთხელ. მოკლედ, აბა კარგად.